დღესდილიდან მოყინული იყო გურჯაანი ბაკურცხრა-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალი, რის გამოც ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდული იყო. გადაადგილება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთათვის ჭირდა გურჯაანის მთავარ ქუჩაზეც, რადგან ტექნიკური მარილი არ იყო გაშლილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტს შაშანდელი ტექნიკური მარილის მარაგი აქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გამოცხადება ტენდერი შემდეგაც შესყიდული იქნება საჭირო რაოდენობის მარილი. დღესდილით არ საჭიროებდა თავარი ქუჩა გაწმენდას. გვაქვს გარკვეული მარაგი შემორჩენილი, რომელიც ტენდერის ჩატარებამდე და ახალი ტექნიკური მარილის შეძენამდე სრულიად საკმარისია. აქედან გამომდინარე, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განაცხადო, წეგან კიდევ გავიმეორებ, ქალაქის შიდა საქალაქო ცენტრალური გზები და სოფელში მისასვლელი ცენტრალური გზები თითოეულობის გამო არ ჩაიკეტება და ხელი არ შეეშლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. ზამთარში გადაადგილებასთან ერთად აქტუალური გათბობის საკითხიც არის. მოსახლეობის უმეტესობა გასათბობად შეშას, ნაწილი კი ბუნებრივ აირს იყენებს. ზამთრის სეზონზე უკვე გადავიდა სოკარ ჯორჯია გაზიკახიცის გურჯაანის სერვის ცენტრი. წელს განსაკუთრებული ეს მომზადება ზამთრისთვის შეიცვალა. თითქმის ყველა რეგულატორი ძველი წარმოდგომის რაც იყო სათანადო წარმოდგომის რეგულატორებით არის ხაზი მაგისტრალი დაკომპლექტებული, მაგრამ შეიძლება ქონდეს ხარვეზები, იმიტომ რომ როცა შეიცვალა იყო ამინდები, ასე ვთქვათ, უფრო თბილი და საჭირო იყო უფრო ნაკლები გაზის მოხმარება იყო მაშინ და პრობლემა არ აქვს, შეიძლება იყოს დაბალი წნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამსახური სპეციალური, შეგიძლიათ სადღეღამისო მორიგეობაზე დარეკოთ ნომრებზე 577105612 222584. შაშანდი თოვლობის გამო პრობლემები ელექტროგაყვანილობაში შეექმნა, დაზიანდა სადენები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ როგორი მობილიზებული ხდება კახეთის ენერგოდისტრიბუცია ზამთარს. კომპანია თოვლ რეჟიმში ხდება ზამთარს. მაქსიმალურად წლის განმავლობაში ხორციელდებოდა სარემონტო სამუშაოები იქ, სადაც ეს საჭირო იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ არ არის დაზღვეული სტიქიისგან და თოვლისგან, ქარისგან, ან წვიმის შემთხვევაში თუ მოხდა ავარიული გათიშვა სადმე, ამისგან დაზღვეული არც კომპანია არ არის. შესაბამისად, ტექნიკური ჯგუფები მოახდენენ ლოკალურად აღდგენას, შეძლების დაგვარად მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონს მაქსიმალურად მიეწოდება ელექტროენერგია სრული დატვირთვით და არსად არანაირი პრობლემები არ არსებობს. სინოპტიკოსები ნალექის შემცირებას და ტემპერატურის მატებას 21 დეკემბრიდან ვარაუდობენ.